მოგესალმებით. ჩვენი გადაცემა დაიწყო ეთერში წამოსანახავად და ეს არის შემთხვევა, როდესაც მიშა ჯავახიშვილის დაჭერას დაჭირდა უფრო მეტი დრო, როგორც იქნა, ვიდრე ახლა ამ გადაცემას დასჭირდება, იმიტომ რომ მეც ძალიან მიხარია, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ ესე ინდივიდუალური ინტერვიუც შევხვდით, ვუთხრათ მაყურებელს. ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, რომ ჩვენ კლასელები ვართ, მეგობრებო, შეიძლება ეს ასე გახმაურებულად არ ვიცით, მაგრამ იშვიათია რომ მოვახერხოთ ესე დროის გატარება გადარბენისა და ამ რთული რეჟიმის გამო. მაგრამ აი ჩვენი საერთო ეხა იგივე ტელევიზია, გადაცემა, ჩემი საქმიანობა, ასევე ტელევიზია და როგორც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ურთიერთობა გქონდეს და ერთმანეთი არ დავკარგოთ. მაგრამ არის მეორე ნაწილი, ეს არის მიშოს მოგზაურობა და ბილეთიდან ბილეთამდე, რეისიდან რეისამდე ცხოვრების ეტაპები, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა. აქედან გამომდინარე, მოდი ესეთ კითხვას დავსვავ, გამხსნელ კითხვას. მოგზაურობას ახერხებ თუ ვეღარ ახერხებ, უკვე გაერკვიო, სათხარ რა ხდება, ისეთია რეჟიმი. შერგება თუ შეგიძლია ყოველთვის. ბოლო წლებში ეს შერგება უკვე დამთავრდა. კაია. ნუ მახსოვს პირველი ჩემი გასტროლია, 92 წელს მაშინ სიმღერაზე არ დავდიოდი. უბრალოდ ჩემთვის მაინც ვღეროდი სახლში და ოჯახში დედა მღეროდა, მამა მღეროდა და ყოველთვის იყო ჩართული ანსამბლი რუსთავის, სხვა ანსამბლები და ასე შემდეგ. და მომიწია თეატრში გოგი თოდაძესთან მისვლა და იქ პირველი სპექტაკლი ეს იყო ჩემთვის სცენაზე დადგომა, რასაც ქვია, მაყურებლის წინაშე. პატარა უფლისწული, მთავარი როლის შესრულება ჩემთან ერთად იყო იესო ხიტაშვილი, დიმა მერაბიშვილი, ჩვენი გოგიჩა. სერიოზული გუნდი. აი ის ხალხი, რომელსაც მსმენელი და მაყურებელი ძალიან კარგად იცნობს. მე ვიყავი ყველაზე პატარა. და მოგვიწია ნოვოკუზნეცკში წასვლა. ეს იყო პირველი გასტროლი? ფესტივალზე, ბავშვთა თეატრალურ ფესტივალზე. მე მახსოვს, მაშინ ძალიან რთული პერიოდი იყო საქართველოში, თბილისში. და მე მახსოვს, აი რომ ჩავედი და რაღაცა ის შოკი რა. ბევრ რაღაცას შუქი რო აინთო და ცხელი წყალი რო იყო და რაღაცას თვითონაც. ნოვოკუზნეციც რო რაღაცა კოსმოსური შესაძლებლობებიც იყო. მახსოვს, ესეთი ქუდი მეხურა, ბეწვიანი, ზამთარი იყო, თოვლი, ყინვა, ციმბირში, ნუ აი არ ვიცი. მაგრამ დღემდე მახსოვს აი ეს თვითფრინავში ჩაჯდომის ამბავი და მე იქ ჩაფრენის ამბავი და ჩვენთან ერთად თან მოგზაურობდნენ რუსთაველის თეატრის მსახიობები. და ეს გუნდი ერთად ხალხთან ერთად გქონდა. მაგრამ ნახე შეიძლება 1000 თვითფრინავში ჩაჯდე და ჯდები კიდეც. მაგრამ აი ის რაღაც პირველი განცდარი. მე გეუბნებით აი დღემდე მახსოვს აი ხო არის რაღაც როცა ბუნდოვნად ხსოვს აი დღემდე მახსოვს ეს ყველაფერი რა. აუ რა მაგარი. ეგ არის ნამდვილი შთაბეჭდილება. ხო, ამის მერე კიდე იყო მალევე გასტროლი, შემდეგ მე უცებ მოვიდომე სიმღერაზე მისვლა ბატონ აზორ ქომაიშვილთან. ეს იყო ანსამბლი ბიჭები, თამაზ ანდღულაძის ხელმძღვანელობით, ბატონი ანზორის რჩევით და იქ დაიწყო უკვე ის, რაც დღემდე გრძელდება. 94 წლიდან დღემდე. 30 წელი უკვე სრული. ხო, არის. კი, გადავთვალე 84-იანები ვართ და ამით გადავთვალე დაახლოებით. ეგრეა, თან ეს იყო, აი ძალიან ემოციური ამბავია რა. როცა მიდიხარ უცხოეთში, ჩადიხარ იმ პერიოდში უფრო ისე ვიყავით მაშინ, ხო, რაღაცა რთული იყო ეს გასვლა, გამოსვლა ესე მარტივი არ იყო, რომ ვიგებდით, რომ ინფორმაციას რომ ვიგებდით ბავშვები, რომ აი რაღაც მოგზაურობა სადღაც იგეგმება და მშობლებს საუბრებიან, რომ იქ რაღაც სად როგორ წავალთ, ასე შემდეგ რაღაცა. ნუ აი სრული ისტერიკა გქონდა ხოლმე ჩუმად და მე რო გვეუბნებოდნენ რომ დადასტურდა ეს და ნამდვილად რო არ გიჭირა ხო იცით მართლა მივდივართ თან იცით რა არის მამა ჩემი რომელიც სუხიშვილებში ცეკვავდა მთელი ცხოვრება იყო ჰაერში აი ესე ჩავიდო და წავიდო და თან თვეობით წარმოვიდგინეთ მაშინ სხვანაირი გასტროლები იყო 2 თვე და 3 თვე მიდიოდნენ ბრაზილიაში, არგენტინაში, ინგლისში, ხო, როცა მოწყვეტა ხდება. სახელმწიფო ძველი სახელმწიფო რამინ მიქაბერიძისგან ვიცი, ვაგონებში როგორ ცხოვრობდნენ, თვეობით მიდიოდნენ, წარმოვიდგინეთ, არცასტო უნდა ქონათ არაფერი, ვაგონებში ცხოვრობდნენ, წაღებული ქონათ აქედან საჭმელი და აი ესე მოგზაურობდნენ, რა.
და ეს იყო რაღაც აი მამის მონაყოლი ამბები, როგორ ცხოვრობდნენ, როგორ დადიოდნენ და მე გავიდა წლები და საკუთარ თავზე გადმოვიდა. მე როგორც შვილი მამაჩემის ამოსუყურებდი, ხა ჩემი შვილები არიან. ეხა ისინი რომ მიშო არის სულ თვითფრინავში. განსაკუთრებით ეს სამოგზაურო ამბავი გააქტიურდა, როცა ირიაო შეიქმნა და ძალიან ბევრი მოგზაურობა დაიწყო. დაიგეგმა. თვეში რაღაც ორი გასვლა მე აქეთ ანსამბლშაუნება და შემღეროდი შაუნაბადას გასტროლები. მე ახლა უკვე რუსთავი მართვემაც მთელი ცხოვრება წარმოიდგინეთ ახლა მთელი ცხოვრება უსმენ და უყურებ რუსთავს, ხო? როგორც სმენელი ამ შემთხვევაში. მე როგორც პროფესიონალი ამ საქმის მცოდნე უკვე სხვანაირად აფასებ ამბავებს. და სულ ვუყურებდი როგორ არ ჩამოდიოდა მსოფლიო სცენიდან ანსამბლი რუსთავი. და დღეს მე მიწევს ამის დაგეგმა. დაგეგმა? ხელმძღვანელის პოზიციიდან, აი რა არის ცხოვრება. პასუხისმგებლობა. იმიტომ რომ მე მახსოვს რა იყო ანზორ ერქომაიშვილისთვის უცხოეთში ქართული კულტურის გატანა. რამხელა პასუხისმგებლობა იყო და ჩვენი მასწავლებლები, როცა ჩვენ სცენაზე გავდიოდით, გვეუბნებოდნენ რომ ბიჭებო, აი სან კულისებში წარმოიდგინეთ. კულისებში ხარ, წამყვანი აცხადებს რომ საქართველოსდან ჩამოვიდნენ სტუმრები, ანსამბლი მართვიან ბიჭები, რომელი ანსამბლი და უცებ შენი მასწავლებელი გეუბნება რომ აბა ბიჭებო, თქვენ იცით, თქვენს უკან არის საქართველო. თქვენს უკან არის თქვენი ქვეყანა და აი ამ ემოციით გადიხარ. იმ მომენტში შეიძლება ვერ ხვდებოდე რაღაცას, მაგრამ ეს ისე მუშაობს და ისე ჯდება რომ მე ადამიანი იზრდები სხვანაირად. და ახლაც ყველა გასვლა არის ეს. ანუ ვიცი, რაც უფრო დრო გადის, ყოველი გასვლა არის, აი არ ვერ გეტყვით რა. ორა საინტერესო. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბოლო წლების განმავლობაში, აი უნიშნელოვანის სცენებზე თქო, აი ხა ბოლოს როიალ ალბერტ ჰოლში ლონდონში წარმოიდგინეთ, როცა დგახარ ჩახვედი, უნდა იმღერო ჩაკრულო, წინწყარო, აშოჩელა, ასე შემდეგ და თან იცი რომ ამ სცენაზე ყველა დროის ყველა დიდი მუსიკოსი იდგა. აი კონკრეტულად იმ ცენტრში ყველა იდგა, აბსოლუტურად ყველა იდგა და ნუ არ ვიცი ხო ვიღაცას სხვანაირად ფიქრობდეს. მე სხვა პასუხისმგებლობით უყურებ ამ ყველაფერს და ყოველი გასვლა არის ჩვენი სიმღერის, ჩვენი წინაპრების ჩვენი აი წარმოიდგინეთ ახლა გიგო ერქომაიშვილს რომ მოესმინა ან ქონოდა საშუალება რომ სადღაც ესე მოგზაუროთ მაშინ ხო და ის ჩანაწერები რაც ჩაწერეს 1902-14 წლების პერიოდში მათაც რო ეს მოგზაურობა ისინი ხო ვერ გადიოდნენ ვერსად რო ეს ჩანაწერები გავიდა ლონდონის გრამოფონმა ჩაწერა და დაიწყო გავრცელება აი წარმოიდგინეთ ის ხალხით სცენაზე მაგალითად თან იმას ფიქრობ ხო როგორ წარდგებოდნენ საერთოდ უნდა აღინიშნოს რომ პირველი აი ესეთი ანსამბლური სცენაზე ანსამბლური დადგომა და ამ სიმღერების სცენაზე შესრულება დაიწყო 1957 წლიდან, როცა ანსამბლი 7 კაცა ჯანსუღ კახიძის ხელმძღვანელობით მოხვდა ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე. პირველად გასვლა და მსოფლიოს წინაშე ქართული ხალხური სიმღერის აი ესე შესრულება მოხდა მაშინ და იქიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ნუ მე 7 კაცა არ იყო ჩამოყალიბდა, ნუ მოგახსენებათ რომ სახელმწიფო ანსამბლი აქეთ პერიოდში უკვე მაგალითად 77 წელს გავიხსენებ, როცა მოხდა ჩაკრულოს ჩაწერა ამერიკაში და მერე მოხდა ეს ჩანაწერი უკვე NASA-ს პროგრამაში. მერე გაიტანეს. მაგრამ მე არავის არ ვაკნინებ, რა თქმა უნდა და არავის ხვაწლს არ ოდნავადაც არ, მაგრამ ანსამბლმა რუსთავმა რაც გააკეთა და განსაკუთრებით იმ პერიოდში ბავშვთა ანსამბლმა მართვემ და ბიჭებმაც ეს იყო მთელი მსოფლიოსთვის ქართული ხალხური სიმღერის მარტო მოსმენა არა. შემდეგ ეს ადამიანები ასრულებდნენ ამ ყველაფერს. აი ამ მოგზაურობებმა გამოიწვია. დღესაც ესე ის რომ მთელ პლანეტაზე იციან ქართული ხალხური სიმღერა. ბოლოს ჩატარდა კონცერტი, ძალიან დიდი მუსიკოსი, ავიტალი მანდოლინაზე შემსრულებელი იდგა ჩვენთან ერთად მთელი მსოფლიოს დიდი სცენის კარი მისთვის არის ღია და შესრულდა ხასან ბეგურა, შესრულდა მრავალჟამერი, დაიქცა იქაურობა.
ამაზე მინდოდა მეკითხა. წარმოიდგინეთ ახლა რამხელა ემოციური ამბავია. ეს არის ერთია რა მიგაქვს, დარწმუნებული ვარ რომ ყველგან არის ამპლოდისმენტები, მაგრამ არის განსაკუთრებული წამები, როდესაც რაღაცა სხვა მომენტი იქნება მაყურებელთან. აი ასეთი სცენიდან რამდენი ქვეყნიდან შეიძლება გამოიტანო ესეთი თავბეჭდილება, თუნდაც როიალ ალბერტ ჰოლი. აი სად გახსენდება თითქმის ყველა, იმიტომ რომ ქართული ხალხური სიმღერა სადაც გადის, იქ რო სრულდება ჩაკრულო, იქ რო სრულდება აი რა ვიცი რაღაცა ნემსის ყუნჩი რომ უნდა გასწრე და გალობას რო შეასრულებდა თან იცი რომ ამ ხალხისთვის ასე თუ ისე კი ნაცნობია მაგრამ ისინი ცოცხლობს რომ ისევენ ყველაფერს ეს მუსიკალური აზროვნება საიდან დაიბადა იმიტომ რომ კლასიკური მუსიკა სხვა მიმდინარეობა ამ შემთხვევაში სხვა საფუძვლები აქვს ჰარმონიულად სხვა ფუნქცია აქვს და ყველაფერი ხალხურ სიმღერა ქართული ხალხური სიმღერა სულ არღვევს კლასიკურ ჰარმონიას და მათთვის ეს ხდება ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი, რომ აი თქვენ როგორ ახერხებთ აი ასეთი ხმათა ურთიერთობით ხასანბეგურას რო ისმენდნენ, ჩვენ მშვიდობას რო ისმენდნენ, ან ნადურს რო ისმენდნენ. ეს ვინმე ამას კომპოზიტორი წერს, აქვს ავტორი, ეს ალბათ ამდენი მეტად ახლა დაწერეთ, ხო? და რო ეუნებით ვისაიდან მოდის? რა თქმა უნდა, ყველა სიმღერას თავისი რაღაც ავტორი ყავს. ხალხური რა ხან ქვია, ეს ისე არ არის, რომ ჩვენ ახლა დავიწყეთ მოგზაურობაზე საუბარი და მეგონი ეთნომუსიკოლოგიური მასში გადავიდეთ. ეგეც მოგზაურობაა დროშიც და ისტორიაში. ჩვენ ამ მოგზაურობის დროს ვასწავლეთ ხალხურ სიმღერებს და ამას უხსნით ზუსტად იმ უცხოელებს, რომლებსაც უყვართ საქართველოს ქართული ხალხური სიმღერა და ანსამბლი რუსთავი, ბატონი აზური და მისეული ყველა. და როცა ესენი ამას ისმენენ, ხვდებიან რომ აბსოლუტურად სხვა მუსიკალური აზროვნებაა და სად დაიბადა ეს ყველაფერი. და ჩვენ ვეუბნებით სადაც დაიბადა, როგორც დაიბადა. რა იყო ამის საწყისი? ვეუბნებით რომ ეს ჩვენ წელთაღ რიცხვამდე მე-7 მე-8 საუკუნეებში გაჩნდა ამის პირველი ცნობები. მანამდე კიდე რა არსებობდა. მე რომ მოვდივართ რომ 1907 წელში ისეთი ჩანაწერებია და ისეთი მუსიკალური აზროვნებაა რომ მანამდე ისინი ესე იგი არ არსებობდა, ხო? მაქამდე ჩანაწერები 1900 პირველი 14 წლების პერიოდამდე. ესე იგი მანამდე ეს ხალხი კიდე რას ხვდებოდა და ეს თვალები ფართოვდება ამ მაყურებლის და არის უფრო დიდი განცდები. დიდი ასე თქვათ კულტურის გატანის საშუალება, ну დღეს ძალიან ბევრი საშუალებაა, ხო? მაგრამ იმ პერიოდში როცა ეს ჩანაწერები თითოეულობა შეიძლებოდა ვინმეს ხელში აღმოჩენილიყო, როგორც აღმოჩნდა ალან ლომაქსის ხელში ჩაკრულო მაგალითად და მოხსენიებულია როგორც საბჭოთა კავშირის არაქართული სიმღერა ამ შემთხვევაში. და უნდა წასულიყო რუსული სიმღერა და შეიცვალა ამ ყველაფრის და ალან ლომაქსმა რომელიც აი ამ ნაწილში პროექტის ხელმძღვანელი იყო ჩაკრულო გაუშვა, აი ამ საშუალებით გაიცნო ხალხმა ეს ხალხური სიმღერები და შემდეგ უკვე დღეს გრძელდება ჩვენი ანსამბლის რუსთავის სხვა ანსამბლების, უბრალოდ რუსთავს აი ეს არის ანსამბლი რომელსაც ერთ-ერთი ალბათ შეიძლება ითქვას რომ ერთადერთი ძალიან დიდი ისტორია აქვს. კი, ნამდვილად ესეა. სოფლიოს ნებისმიერ წერტილში რომ ჩადიხარ მუსიკოსებთან ან სხვასთან არ მქონია მაგალითად. რო არ იცოდნენ ხო? ფირფიტა არ მენახოს რუსთავის მაგალითად. და რო არ ქონდეთ. ან რადიოში, არქივში არ ქონდეთ ეს ყველაფერი და თვითონ რო გესაუბრებიან აი ტოკიოში მაგალითად ჩადიხარ და გეუბნებიან რომ ჩვენ პირველად მოვისმენთ 1969 წელს სიმღერა დიამბეგო, შემდეგ სხვა სიმღერებიც და დავინტერესდით თქვენი ქვეყნით. ამაზე დიდი ბედნიერება არის. ხალხი პოლიტიკურ ნაწილში ხო აი რა ნაბიჯებს გავენ ადამიანები და დაინტერესო. ხო და ამაზე დიდი კონტაქტი და აი კულტურაზე და განსაკუთრებით ქართულ კულტურაზე მე ვფიქრობ დიდი არაფერი არ არის, როცა ჩვენ დღეს აი ამ რთულ რაღაცა გლობალურ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში ვართ. ეს არის პირველი რაც საერთოდ ყველაფერს სხვანაირად ავაკეთებს. აბსოლუტურად გეთანხმები. მოდი ახლა რაკურსი პირიქით შევატრიალოთ და ასეთ შეკითხვას დავსვავ. აი ის განცვიფრებული ხალხი, ვინც ამ ქართულ კულტურას ეზიარება და არის ესეთი თვალებით. ახლა მაინტერესებს განცვიფრებული მიშო ჯავახიშვილის სხვა ქვეყნის კულტურით. კი ბატონო, მე სად ყოფილა ყველაზე შთამბეჭდავი რამ რაც კი ან ნახე, ან მოისმინე, ან წააწყდი. რა გახსენდება? მე ირიაოსთან ერთად მოვხვდი 2014 წელს მალაიზიაში Rainforest-ის სოფლიო მუსიკის ფესტივალზე. მანამდე არ მქონია ისეთი არც სადარ შევხედრე ვარ იმას, რაც მე იქ ვნახე. მარტო მქონდა ნანახი რაღაცა ფილმებში ან სოციალურ ქსელის საშუალებით
YouTube-ის საშუალებით, როცა ვისმენდი აი კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში სხვა ქვეყნების მუსიკალურ ფოლკლორს. განსაკუთრებით ეს ინტერესი უფრო გაიზარდა, როცა სიმპოზიუმი დაარსდა 2000 წლის შემდეგ და 2 წელიწადში ერთხელ კონსერვატორიაში იმართებოდა მსოფლიო მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დახმარებით და ორგანიზებით სიმპოზიუმი, სადაც ჩამოდიოდნენ ძალიან ბევრი მუსიკოსები, ეთნომუსიკოლოგები, ისინი იკვლევდნენ ქართულ მრავალხმიანობას, შემდეგ ამაზე მიდიოდა შედარებები სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორთან და მუსიკალურ აზროვნებასთან. მე მაშინ პირველად მოვისმინე აფრიკელები, ბაკასტომი კონკრეტულად, რომელსაც ჰქონდათ იოდლი. უირეს ინტერესო. და ეს იყო ასე პატარა კლიპებში ნანახი ასეთი ფრაგმენტები იყო და სადაც უმინდოდა რომ ცოცხლად მენახა ეს ამბავი. მე ავდექი მოვიძიე ერთ-ერთ რაღაც პატარა ფილმში, რომელიც აფრიკელებზე იყო, მოვიძიე იქ იყო პიროვნება, რომელიც ხშირად მოგზაურობდა ამ ტომებში და იკვლევდა კონკრეტულად მუსიკალურ ამბავს და ტრადიციებს. და იქ მოვისმინე ტყეში გადაღებული. ვა. მართლა გეუბნებით, აი ფოთლებისგან გაკეთებული ქუდი ახურავს ადამიანს, არაფერი არ აცვია. ხო, ან ბუნებრივი მდგომარეობა მათი როგორც არის, ბუნებაში. ორ პირულ გადაძახილს აკეთებენ და ასევე ჩადიან წყალში და ხელების მოძრაობით ქმნიან რითმებს. აი უდურო არის საკრავი, ხო? წყალში ამოძრავდნენ ხელებს? აი რაღაც კონკრეტული მოძრაობები აქვთ, ესეთ განარ რკალზე და იქ ქმნიან მუსიკას. ამას ვისმენდი ხოლმე, ნო? და ეს ნახე უკვე რეალურად მალაიზიაში. რეპეტიციაზე საუნდჩეკი უნდა გაგვეღო ხმის შემოწმება ირიაუს და სანამ იქ იყო საფესტივალო სოფელი ვიყავით აი მართლა ჯუნგლებში სადღაც და რო შევედით ამ ტერიტორიაზე მანქანა მოგვაკითხა უნდა მივეყვანეთ ჩვენსაზე და რომ მივდივარ მესმის რაღაც ნაცნობი ამბავი რაც მოსმენილი მაქვს. ვა თან ვიშოს ისეთი ყური აქვს რამდენი წლის წინაც არ უნდა მოგესმინა ხო ეს არ დაგავიწყდებოდა მე და ნუ მივხვდი რომ რაღაცა ეს თემა არის რაც მე ძალიან რაღაცა გესმა მივედი ამ სცენაზე და ორგანიზატორი უცებ შეხვდა ჩვეულებრივად და გვეუბნება რომ აქო ჩვენო ვიდეოში მოვისმინეთ რომ თქვენო რაღაცას საკეთებთო ხმითო განსაკუთრებული შესრულებაო და ხასანბეგურაზე მეუბნება რა მანახა და ჩვენო გვაქო ესეთი ამბავიო იოდლის რაღაცა პერფორმანსი გვაქო სამი სცენა გვაქო და ორი მუსიკოსი ყავსო შემსრულებელიო ერთი ვარი შვეიცარიიდანო და მეორე არისო კონგო ბრაზავილიდანო და ამას შევხედე და ამაზე მელაპარაკება რა ზუსტად ეგ არის აშკარად ეგ არის თქვენო რაც მოვისმინეო მაშინ იმ ვიდეოშიო ზუსტად ის არისო გჭირდებაო თქვენო განსხვავებულია და ვინცო ამასო ასრულებსო სცენაზეო დავაყენებსო და გადაძახილი იქნებაო რა ესეთი განათებსო შუქიო გვიან იქნება ეს ყველაფერიო ამონათდებაო ერთი სცენაო ეს კონგო ბრაზავილიდან ვინც არის ის დაიწყეს იქ ხარ ზუსტად იქ ხარ ხედავ რომ რაღაცა გაურკვეველი რაღაც აცვია ქალს დგას სცენაზე მიკროფონი დაუმაგრეს ამის ვიდეო არის არსებობს ვიდეო ვა გვერდზე დგას შვეიცარიიდან ეს ბიჭი ისეთ საუშოს რაღაცებს აკეთებს მოკლედ რეპეტიცია გავიარეთ და თან ისტერიკა შენ თავში რა ხდება ეს მითხარი ამის ვიდეო არ იქნება შენში რა ხდება სამი ეს პატარა სამი სივრცე რაც იყო ეს გავაკეთეთ რომ მივედი ამ ადამიანთან მახსოვს რომ სანამ მივიდოდი კოკა-კოლა მომაწოდა ვინ ერთ-ერთმა ჩვენიანმა გაგა ბაშიძემ და უცებ მეუბნება ესე მანიშნებს რომ ესო მე მინდაო ეს ენა არის ის არაფერი თავის ენაზე საუბრობს და ისის თვითონ მოხდა იმაში რა თვითონაც მოშოქშია ხოლმე მე ამიხსნეს რომ ამათთვის აი იმ ტომიდან გამოსვლა იყო ძალიან იშვიათი ამბავი და ეს ძალიან რთული გაიარა ამ ფესტივალის ნაწილმა თვითონ რა რომ ის ხალხი იქიდან გამოიყვანეთ იმიტომ რომ მე მათ ვთხოვე მე მქონდა რუსუდან წურწუმიესთან საუბარი რომ წამოგვიყვანა ეს ხალხი რომელიმე სიმპოზიუმზე ჩამოგვიყვანა და ვერ მოხერხდა იმიტომ რომ პასპორტები და რაღაც მოკლედ რთული სიტუაცია საგარეო საქმეთა მოგეთ ესენი იქ ცხოვრობენ იმ წიაღში იქ არის აი ამ მოგზაურობაზე
მახსოვს რომ ის ნახე რაც ჩემთვის აი წარმოუდგენელი ამბავი იყო ამ ეს ჯერ ეს ადამიანები ნახე და მონაწილეობა მიიღე და მე ერთად ვიდექით და მე კონცერტზე ხო ერთად ვიყავით და მე მთლიანი ანსამბლი მოვიდა ნუ აი საოცრებას მღეროდნენ საერთოდ და ნუ იქ მივხვდი რომ ძალიან დიდი ბედნიერება ასეთი რაღაც და სწორედ მოგზაურობა გაძლევს საშუალებას ასეთ მომენტებს ეზიარო მე დაწუნებული ვარ რომ ჯერ კიდევ დიდი ხანი ალბათ აი ასეთი ტიპის ჯგუფს რომელიც უშუალოდ აი სადღაც ტომში არის და იმას მოკიდებ ხელსა წამოიყვან შეიძლება ვინმე არის ვინც ამას ასრულებს ასე თუ ისე მაგრამ იმათ ვესად ვერ მოისმენ აი ქართველი მსმენელი ცოცხლად იმათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ფიზიკურად საქართველოში ვერ მოისმენს თუ იმ ჩავაით და ეს მომენტი აი ეს მომენტი მქონდა რომ შოკი იყო რა აი ამას ვისმენდი და ნუ ეს საოცარი ამბავი იყო რომ ეს უცებ წამებში მოხდა ეს ამბები ეს იყო აი ხო ნუ ეს განუმეორებელი მომენტია ამბავი რომელიც ნუ რა ვიცი ქვეყნების კუთხით ბოლოს ერთ შეკითხვას კითხავს რომელია ეს ქვეყანა სადაც სულ გაგიხარდება დაბრუნება შეიძლება ეს არ უკავშირდება სცენას და კონცერტზე უბრალოდ გარემო გიყვარს ისეთი იმ ქვეყნის და აურა რაც სულ კარგად გამყოფებს. მქონდა აი ინგლისში და შოტლანდიაში რო ვიყავი, რო დავუბრუნდი იქ, ან თქვი რომ ეს ქვეყანა არის ის, სადაც აი დიდი სიამოვნებით ბევრჯერ დაუბრუნდები. შეიძლება ვერ ვიცხოვრო სადღაც ესე არ შემიძლია ეს წასვლა და ასე შემდეგ. თუნდაც ოჯახთან ერთად, ну აი წარმოუდგენელი თემაა რომ აქაურობას მოწვე. მაგრამ ინგლისი ძალიან მიყვარს. აი რაღაცა სხვა სიძველესთან გაქვს და სხვა სიმკაცრესთან გაქვს შეხება, რაც ქაოსს არ იწვევს რა. რაც სხვა ქვეყნებში ყოფილა. ესეთი ეგზოტიკური ქვეყნები, ну იაპონია ძალიან სამდენჯერმე ვარ ნამყოფი და დიდი სიამოვნებით იქაც, მაგრამ რთულია, ძალიან რთულია, ჩვენი სტილის. ჩვენთვის ძალიან რთულია გეთახმა. როგორც არის იქ უბრალოდ რაღაც სხვა რაღაცებს უყურებ. ანუ შინაგანად ინგლისი განსაკუთრებით ინგლისი, შოტლანდია, შოტლანდიაში ჩადიხარ, რაღაცა ფილმები გახსენდება რა იქ რაღაც ცხენით რომ მოძრაობენ, ზოლა რო იწყება. აი ზუსტად იგივე ფარები. ინგლისი, შოტლანდია, იაპონია. ეს მალაიზია, ინდონეზია და ასე შემდეგ ეგზოტიკური ქვეყნებია და რაღაც ჩადიხარ, მაგრამ იქ დიდხანს იქ გაჩერება ხოლმე არ არის ადვილი. კლიმატური ნაწილი, რაღაც ბუნება ისეთია, რომ გიყვარს, მაგრამ მოდი შევთანხმდეთ, რომ რაც უნდა დამღლელი იყოს გზა ასეთ ქვეყნებში და შორეული და ბევრი და დატვირთული მაინც ასიამოვნოა სხვა კულტურებთან გაზიარება. ის მახარებს, რომ მამაჩემს უმე ჩამოწერილი ქონდა ეს აქვს ეს ისინი ქვია სად იყო რომ მოწელს და ასე შემდეგ და ახლა მეც იგივეს ვაკეთებ ხოლმე ტელეფონში უბრალოდ ვიწერ საათი მოწელს წავედით რამდენჯერმე ხოლმე ემატება და ემატება სულ მეუნება ხოლმე სადაც ჩადიხარ იცოდე რომ მე ნამყოფი ვარ ხო ეხლა ყოველთვის რომ ვიყავით იქ Facebook-ზე მოიწერა რომ მაგ სცენაზე მე ხუჭირობთან ერთად ნაცნობი. და რა ვქნა, ანუ რა გავაკეთოთ რომ ვერ გაიქეცი. ახალი წერტილი ვერ დავაფიქსირე. მაჩორის ჩემს მასაც ლევანსაც აქვს. მართოს პერიოდში ძალიან ხშირი გასტროლები ქონდა. ახლა ვეღარ მოკლედ ხო, ახლა ქრონიკა 8 საათზე. ეს უმეშენია ხოლმე რომ რაღაცა ისეთი საქმე არ გავაკეთო, ანუ ხო შეიძლება რაღაც სხვა ჟურნალისტობა, ხან წამყვანობა ისეს. რომ აი ამ ნაწილს მოუწყდე. არა, ეს არის უმთავრესი. მოკლედ როგორც გაირკვა ჯავახიშვილები თაობიდან თაობაზე იპყრობენ მსოფლიოს სხვადასხვა სცენას. წინ არის ბრაზილიაში ძალიან კარგი გასტროლი, ქართული კულტურის დღები და ამას იმედი ტელევიზია და ხო, ჩინეთი შემდეგი. ნოემბერში ჩინეთში მივემგზავრებით. მოკლედ დაპატარავდა ეს პლანეტა მე მგონი. ისეთ რეისებს გვისახელებ ხო? რუსთავი არის ანსამბლი, რომელიც არის ერთ-ერთი პირველი სავიზიტო ბარათი ჩვენი ქვეყნისთვის. ნამდვილად ასეა. ეს ასე გაგრძელდება ყოველთვის. წარმატება მთელი პლანეტის მასშტაბით, ყველა კონტინენტსა და მიმართულებაზე. მიშა ჯავახიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა მოსმენისთვის, ყურებისთვის. ჩვენ მომდევნო კვირაში დაგიბრუნდებით უკვე ახალი სტუმრით და ახალი სამოგზაურო მარშრუტებით. მადლობა ნახვამდის.